Some people live for the fortune. Some people live just for the fame. Some people live for the power. Some people live just to play a game. Some people think that's a basic, only divine what's within. I'll be before when the love was over, the breathing shine. Some people wore it out, but I don't want nothing around. Then if you, baby, find on you, baby. Some people wanna turn away, some just want everything. Everything means nothing. But in God you say. Some people search for the fountain. Promises were ever young. Well, yeah. Some people need without a rose. This will you prop you down. Make a walk on a sea world better than why you wanna share when a lamb was open, the breathing shine. Some people wore it out, but I don't want nothing around. Then it's you, baby. Flying on you, baby. Some people wanna turn away, some just want everything. Everything means nothing. Flying on you. Some people wore it out, but I don't want nothing around. Then it's you, baby. Flying on you, baby. Some people wanna turn away, some just want everything. Everything means nothing. Flying on you, say. Yeah, flying on you, baby. Oh, and I'm flying on you. Oh, some people wore it out, but I don't want nothing around. Then it's you, baby. Flying on you, baby. Some people wanna turn away, some just want everything. Everything means nothing. Flying on you, say. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მუსეუმის გადაცემა როგორც უკვე ხედავთ გრძელდება და დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს არც მეტი არც ნაკლები ჯგუფი Stage-ის ორი წარმომადგენელი ამ შემთხვევაში გვანცა გორგილაძე და გიორგი ჩხარტიშვილი. გამიმართლა ძალიან კარგად შევძელი სახელის და გვარების დასახელება, ისე რომ არ შემეშალა. დარწმუნებული ვარ და ზდილობის გამო არ მიღიმით. როგორ ხართ? როგორი განწყობა გაქვთ? მოგესალმებით. ფანტასტიკურად ვართ. თქვენ? ფანტასტიკურად. მეც მშვენივრად, კარგად. განსაკუთრებით ის მაძლევს კიდე მუხტს, რომ ვიცი პრივილეგია მაქვს მაყურებელთან და მსმენელთან შედარებით და ვიცი რა იქნება მუსიკალური დესერტი გადაცემის ბოლოს, რა სიმღერები იქნება. ასე რომ სანამ აქამდე მივალთ, შეგვიძლია დავიწყოთ დასაწყისიდან. მოკლედ, გვანცა შენი ვოკალური ამბების აღმოჩენა როდის მოხდა? როდის მოხდა დაინტერესება და მოწამლა აი ამ მშვენიერი სფეროთი, რომელსაც ქვია მუსიკა? მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. შესაძლებლობა ერთგვარი, რომ წარმოვაჩინოთ ვინ ვართ და რას ვაკეთებთ.
ჩემს ვოკალურ შესაძლებლობებს რაც შეეხება, ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვარ მოწამული მუსიკით, ასე შეიძლება ითქვას. თუმცა როგორც ასეთი დაინტერესება მოხდა დაახლოებით 15-16 წლიდან. ბენდამდე მქონდა გამოცდილებები სხვადასხვა რესტორნებში მღეროდი, როგორც სოლო მომღერალი. თუმცა როცა მივხვდი რომ საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ სფეროში, მე უკვე მივხვდი რომ რაღაც ახლის შემოტანა იყო აუცილებელი. გავიცანი ეს კარგი ბიჭები, ეს ნიჭიერი ბიჭები და ესე ერთად შევკარით გეგმა რომ აუცილებლად უნდა ყავდეს ბენდი. რამდენად კმაყოფილები ხართ? ძალიან სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, მინდა ვთქვა. თუმცა არ ვფიქრობდი რომ ესე მალე მივაღწევდი წარმატებას ამ სფეროში. რა არის წარმატება ამ სფეროში თქვენთვის? წარმატება ამ სფეროში მოვფიქრობ აი მაგალითად როდესაც პირველი ლაივი ჩავატარეთ ჩვენ იქ გამოიხატა ხალხის ძალიან დიდი კმაყოფილება. ეს უკვე წარმატებად მივიჩნიეთ და ეს უკვე მოტივატორი გახდა იმისთვის რომ უკეთესად გვეკეთებინა ჩვენი საქმე. გიორგი, შენ არანჟირება, განაწილება, ალბათ ეგ ფუნქციური დატვირთვა ერთ-ერთი რთული შეიძლება ითქვას. რამდენად კარგად როგორ გიჯერებენ? საქმე რა შეიძლება, ცოტა ესე გვანცას უნდა მოფრთხილება ამ შემთხვევაში რა და რასაც ვეუბნები ხშირ შემთხვევაში ჩემდა გასაოცრად ძალიან კარგად მომყვება და ესე ადამიანს რო დაუჯერო უნდა ენდობოდე ალბათ მენდობა ჩემ პროფესიონალებს ენდობა და ამიტომ ყოველთვის ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებს იმას რასაც ზოგადად მიუთითებ ხა შენიშვნაც არ შეიძლება მას რომ დააყობო და ასე რო ჯობია რა ჯობია ყველაზე კარგი მაჩვენებელი შედეგია რა იმიტომ რომ როგორც არ უნდა ურჩიო რეალურად ეს ისეთი საქმეა როდესაც კოლექტიურად მუშაობთ რა და ყველამ თუ ის მოინდომა რაც მოინდომა გაფუჭდება საერთო საქმე, ამიტომ რაც ჭირდება საქმეს ის უნდა გაკეთდეს. აუცილებელია ურთიერთგაგება ამ საკითხში და დათმობაც და ჯანსაღი აზრი პირველ რიგში ეხლა. ხო, ჯანსაღად მიდგომა. ხო, რომ იმიტომ რომ ეს ერთ ინდივიდუალურ პიროვნებაზე არ არის დამოკიდებული, ეს ჯგუფია და ჯგუფში აი ყველას თავისი დატვირთვა, ყველა მთავარია. ხო აი ყველაფერი გასათვალისწინებელია ამ შემთხვევაში რა და ჩვენ ჯერჯერობით ცოტა ასაკით განსხვავდებით ჩვენ ხა გვანცად ჩვენზე პატარა სტეიჯზე ყველა ერთი ასაკის ხართ ყველა ახალგაზრდა ხო და არა ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით უბრალოდ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ერთმანეთს და როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს პრინციპში თქვენ ხართ ლაშქარი ზურგს უმაგრებთ ყვანცას. მithumetes ჩვენ ეს ლაშქარი 20 წელზე მეტია ერთად მოვდივართ რა ოპერაში მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელაში ანსამბლში მღერი ვართ ერთად და მოკლედ ჩვენ ერთმანეთის მოძებნაც არ გავჭირებია იმიტომ რომ სულ ერთად ვიყავით ამ წლების განმავლობაში რა. აქედან გამომდინარე ეხლა როცა მოსაძებნი არაფერი არ და წლებში რო გაქვს უკვე გამოცდილი მეგობრობა და ურთიერთობა ვეძებთ ბასის აქ ყოფილი ეს რო არ გამოგივიდეს ხო ეს რო არ გამოგივიდეს ეხლა ცოტა ისეთი თემა რა ხო და რას სირთულეებს რას აწყობებით აი ამ თქვენი მოღვაწეობა საერთოდ ზოგადად სირთულე შეიძლება იყოს აი როცა საავტორო მუსიკას ქმნი რა შეიძლება უფრო მეტად რთულად მეჩვენება ეს ყველაფერი იმიტომ სააზროვნოა და რაღაცა უნდა შექმნა ისეთივე აუდიტორიას მოეწონოს და როცა აი ქავერთან და პოპულარულ მასთან გარკვეულ ზოგადად ნაწარმოებთან და ჰიტთან უშუალო შეხება ხო მაინც მთავარი აქცენტი მე მგონი რომ მაინც ვოკალისტზე მელოდიაზე ხო და ამ შემთხვევაში რა ვიცი ეხა შეძლებს დაგვარად მე მგონი რომ რადგანაც აუდიტორიას მოწონს ეს ყველაფერი ნორმალურად გამოგვდის რა რამდენი ხანია რაც ჯგუფი არსებობს სტეიჯი ძალიან ცოტა ხანი ძალიან ახლად 4 თვეა დაახლოებით არც შეიძლება 4 თვე ზაფხულში მიმდინარეობდა რეპეტიციები აქტიურად და სექტემბრის ბოლოდან უკვე წამოვედით ასპარეზზე დავსავთ. აქ ზოგიერთ გამოცდილება ქონდა, ეხლა მაგალითად ჩვენი დრამერი კოჩა დიდი ხნის განმავლობაში მღეროდა ბენდში და ზოგადად გამოცდილება. ეხლა გვანცასაც ქონდა გამოცდილება, მოკლედ იქ სცენაზე პატასთან ერთად იყო და
ну ჩვენც ახლა სცენის გამოცდილება გვაქვს, ახლა მდენი წელია სცენაზე ვდგავართ, უბრალოდ ახლა სხვა მიმართულებით. მაგრამ მუსიკოსი მე მგონი, რა ვიცი, ყველაფერში უნდა გამოცადო შენი თავი. კი ბატონო, ამ შემადგენლობით ცოტა გამიკვირდა ყველა ერთად რო გნახეთ. რაღაცნაირად ვერც დავაკავშირე, მეთქი რა ხდება იქ ბაზი. ხო, სინამდვილეში საინტერესოა. გოჩა ვიცი. ჩვენთვისაც საინტერესოა ეს ყველაფერი რა. აჰა. მუსიკის კეთება მაინც ხო იცი რა. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ აუდიტორიას რასაკვირველია არც თვითშუშვერთ და არც რაღაცა სხვა კონტექსტში არ გულისხმობ, მაგრამ აი რასაც გულისხმობენ გაზრდას. ხო ხვდებით აუდიტორიის, როდესაც შიგადაში თავაზობენ ცოტა უფრო სხვა რანგის ვთქვათ მუსიკას ჩვენ ახლა რა შეასაქმე იცი ზოგადად ბენდი არის ცოცხალი ორგანიზმი ჩვენ ვითარდებით ჩვენ ჯერ ეს პრეტენზიაც არ გვაქვს რაღაც ვარსკვლავს ვეთამაშებ ჩვენ თვითონ ვითარდებით და ბენდი რომ ვითარდება შესაბამისად აუდიტორიაც ვითარდება შენთან ერთად ხო და ეს ყველაფერი დროის ფაქტორია ახლა მაგალითად გვანცას ვამჩნევ უკვე ცოცხალ ბენდთან სიმღერა სხვა და დაუშვათ ფონოგრამის თანხლებით სიმღერა სხვა აი გვანცას უკვე აშკარად ეთყობა ის პროგრესი აი უკვე ცოცხალ მუსიკას სხვანაირად გძნობ ადამიანს სხვა დინამიკა მოდის სხვა ემოცია მოდის რა ვიცი შენ გემოზია ეს ყველაფერი ხო და მე სამომავლოდ კიდე შეიძლება უფრო სერიოზული რაღაცებზე ვიფიქროთ რა უბრალოდ ეხლა ხმამაღალი ნათქვამი არ არა ძალიანაც კარგი თუ ეს იქნება გეგმაში მე გულშემატკივრობ ვიცოდეთ რომ ზოგადად ახლა მადა ჭამაში მოდის და სამომავლოდ რაღაც ეტაპს რო აღწევ ადამიანი მე გინდა კიდე განვითარებ ხო აუცილებლად ვერ გაჩერდები ერთ ამიტომ იმ დონეებზე რო ავად მე აუცილებლად რაღაცა მოგვინდება ეს ყველაზე მთავარი ეგ შეგრძნებაა რომ გაჩერება ამის გარეშე მე არასდროს არ მიცხოვრია ყოველთვის ვითარდებოდი საკუთარ თავთან და ზოგადად მაყურებლის და მსმენელის წინაშე და ეხა ამ შემთხვევაშიც ეხა ჩვენ ოთახის მუსიკოსები არ ვართ ფაქტიურად ყოველდღიურად გვიწევს აუდიტორიას. ყველაზე მთავარი ახლა იქნება ალბათ თქვენთვის უფრო და უფრო მეტი დაკვრა იმისთვის რომ ერთიანი იყოს რა და ერთი ორგანიზმი მათ შეიკრას. ხო, მაკიტკენ მივიდით რა ჩვენს. გვანცა რა სიმღერები იქნება წარმოდგენილი? მადლობა გიორგი. რა სიმღერები იქნება დღეს წარმოდგენილი? მე კი ვიცი, მაგრამ მაყურებელს და მსმენელს რომ მაინც მუსიკალური დესერტი გვექნება ესეთი ბოლოს. მუსიკალური დესერტი რა სიმღერებს მრავალფეროვანი რეპერტუარიდან ვიტყოდი ესე ამოვარჩიეთ ერთ ინგლისურს შეგისრულებ ლისა კეის სიმღერას და ირაკლი ჩარკვიანის ნებისმიერი დიახ და დრამერი შეგისრულებ სხვათა შორის ვაუ გოჩა კი გოჩა დავაფასოთ ეს ადამიანი მივაქციოთ ყურადღება და მოკლედ გამომდინარე იქედან რომ პატარა დრო გვაქვს, ცოტა დრო გვაქვს და უახლოვდებით დასასრულს. ყოველ შემთხვევაში ის რაც სურპრიზად გვაქვს მოტოვებული ეს კიდე იმეც მიტოვებს რომ მაყურებელის და მსმენელის ის სიამოვნებს ძალიან ბევრი ნაცნობი ადამიანი გნახავთ, ბევრისთვის ნაცნობი იქნებით თქვენ და ეს სიამოვნება დიდხანს გაყოლოდეს მაყურებელსაც და მსმენელსაც. მე მხოლოდ ის დამრჩენია მადლობა გითხრათ, წარმატებები გისურვოთ, ძალიან კარგები ხართ და ჩემი გულშემატკივრობა ჩვენი გადაცემის სახელით, მუსიკალური გადაცემა გვაქვს და მარტო მუსიკას ვაშუქებთ, ესე ვთქვათ. გულშემატკივრობა ჩვენგან გქონდა. მადლობა დაინტერესებისთვის. მადლობა თქვენ რომ დრო გამონახეთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, შეგახსენებთ და გეტყვით რომ ჩვენ ვიმყოფებოდით რესტორან სენატში. და სტუმრად ყავს გიორგი ჩხარტიშვილი და გვანცა გორგილაძე არაჩვეულებრივი ხალხი ჯგუფის stage. მოკლედ გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ და მოისმინეთ ის ორი სიმღერა, რომელიც იქნება მუსიკალურ დესერტში წარმოდგენილი. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ.
სიცოცხლე მიავს დროს შენ ზნობებს არ ინდობს მიგატოვა სადღაც შორს